Დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ქუთაისი არის ინდუსტრიის და ქართული ესტრადის მშენებელი. მიესალმეთ დღევანდელ ჩვენ სტუმარს, მომღერალს მარიამ ჭარხალაშვილს. მობრძანდით, გედა რა ლამაზია, მარიამი, გამარჯობა. გაბრძანდით. როგორ გიკითხოთ? კარგ ხასიათზე ჩანხართ. საიდან ჩამობრძანდით? ქუთაისიდან. რას ლაპარაკობ? ქუთაისიდან ჩამობრძანდა. იმისთვის რომ მოვიდეს ჩვენს გადაცემაში და იმღეროს, ხო? დიახ. ფაქტიურად გასტროლზე ხარ შენ. ხო, ქუთაისიდან იმიტომ წამოხვედი დარწმუნებული ვარ ახლა მე თბილისში რომ ქუთაისმა ვერ დაიტია შენი ნიჭი, ასეა? დიახ. სად ცხოვრობ ქუთაისში? ახალგაზრდობის 62-ში. ახალგაზრდობის ქუჩაზე ცხოვრობ? ხო, მშვენიერი ამბავი ახლა. მეც მინდა რომ ახალგაზრდობის ქუჩაზე ვცხოვრობდე, მაგრამ მოხუცთა ქუჩაზე ვცხოვრობ თბილისში. ყოველ შემთხვევაში ხანდაზმულთა ქუჩაზე ვცხოვრობ. აქ ისე დარწმუნებული ვარ, არ მღერიან როგორც ახალგაზრდობის ქუჩაზე. არა, ხომ ასე არის. აი ახლა მომიყევი, რა საქმიანობ, სკოლაში დადიხარ? დიახ. რა თქმა უნდა, არ მოგწონს სკოლა, გამოვტოვოთ ეგ ამბავი, ვიცი რომ არ მოგწონს. რამე საგანი თუ არის, რომელიც მოგწონს იქ? კი. რომელი? მათემატიკა. დედა, შემშლიანი ბავშვები გაც. რაღაცაში პედაგოგები არიან ეთყობა მათემატიკის განსაკუთრებული პატივისცემა მათ ისეთი კარგები რომ ბავშვებს შეაყვარეს მათემატიკა, ამას სტაჟს დაუკრავდი მე თქვენს ადგილას. რა მინდა გკითხო ახლა, როგორ გონია ქუთაისელებს იუმორი უკეთესი გაქვთ თუ ხმა? იუმორი ალბათ. კი, ქუთაისი განსაკუთრებულია ამ თვალსაზრისითაც მინდა გითხრათ, თუმცა სიმღერასაც რომ არ აკლებთ, აი ერთ-ერთი მაგალითი შენ გვაქვს აქ. სახში მღერი? კი. მარტო აი ესე, აი ხშირად მღერი? შენთვის მღერი ღიღინებ თუ რა შვები ხოლმე მითხარ? რავი, ჩემთვის ყოველ დღე თითქმის მღერი. რობანაობ შხაპის დროს თუ როდის მღერი ხოლმე? თუ ეზოში რომ თამაშობ თუ როგორ? თუ რეპეტიციაზე? სახში? ესე დგები, აყენებ შენ ოჯახის წევრებს და იმათ უმღერი ხოლმე თუ კი? აწყობ კონცერტებს სახში? სარკის სიმღერი? კი. მართლა, ესე მიკროფონით. აჰა. კი. მე იქიდან ტაში არ დაუკრავს სარკეს შენთვის? არა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარ, არა? სიმღერაზე დადიხარ, კიდე რა საქმეანო? ცეკვაზე დავდივარ კიდე. შენ სახში ვინმე თუ მღერის შენს გარდა? კი. ვინ, შენ დაძმა ყავს? არა. არა, დედის ერთა ხარ ჩემსავით? რა ვიცი, ეგ ადამ მე მაგალითად უკვე ამ ხანდაზმულთა ქუჩაზე სარკესთან მდგავარ და მარტო მღერი, იმიტომ რომ მარტო ვარ მე და დედის ერთა და შენ, რა ვიცი, შენ კიდე ჯერ ყველაფერი წინ არის, დარწმუნებული ვარ. ვისთან ერთად მობრძანდი ჩვენთან? ჩემს დედასთან და მამასთან ერთად. შესანიშნავია, აბა საცხედან დედა და მამა. რომელი მღერის ახლა მითხარი? მამა. მამა მღერის და იმიტომ არის ასწავლე. აბა ვის დაიმგვანეთ, ხო? კარგია. ქალბატონ ჟანა ცეკვავს ალბათ. არა. არა. არც მღერის. არა. საჭმელს კარგად აკეთებს? რა თქმა უნდა. გასაგებია. ბატონ ტარიელს შევეკითხები, მოგესალმებით. მღეროდით ხოლმე და გისმენდათ თუ როგორ? ხშირად უკვე ერთად მღერით კიდეც. რას ლაპარაკობთ? ანუ დუეტიც გაქვთ? თუ ტრიო კიდე ვინმე ხო არ გიერთდებათ ხოლმე სიმღერის დროს? გააჩნია სიტუაციას. სიტუაციას გააჩნია და ხვდები კიდეც რა სიტუაცია შეიძლება იყოს და ყველას ვურჩევს სხვათა შორის, როდესაც ქეიფიანობა იქნება, სუფრა იქნება, რაღაცა ყოველთვის იმღერეთ, იმიტომ რომ შემდეგ აი ასეთი თაობა მოდის ჩვენთან და მე გადასარევად მღერიან. კაცო, ახლა ჩვენ არ უნდა მოვიკითხოთ ქუთაისელები, ახლა აქედან ხო აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ სულ ყველამ. არის ვინმე, ვინც გინდა რომ პერსონალურად მოიკითხო? ვინ? ჩემი მასწავლებელი სიმღერის. სიმღერის მასწავლებელი? აბა მოვიკითხოთ სიმღერის მასწავლებელი, რა ქვია სიმღერის მასწავლებელს? თეონა. აბა, ძალიან დიდი მადლობა თეონა იმისთვის, რომ არსებობთ და აი ასეთი შესანიშნავი მომღერალი გვესტუმრა დღევანდელ დღეს პატარების დიდ შოუში. აი ეს თმები გაქვს ძალიან რაღაცნაირად ლამაზი, რაპუნცელის თმებს გაქვს და ძალიან რაღაცნაირად ეს გრძელი ესეთი ძალიან მოკლედ ძალიან ლამაზი გოგო ხარ შენ და ვიცი რომ ძალიან მაგარი სიმღერაც იცი. მართალია?
მითხარი, რაზე ოცნებობ? გინდა რომ მაგარი მომღერალი გამოხვიდე? დიახ. მხოლოდ? გინდა მომღერლობა? საყვარელი მომღერალი ვინ არის შენ? მამას შემდეგ. მამას შემდეგ. ერთი ფრანგი არის, ინდილა ქვია და ეგ არის ჩემს საყვარელი მომღერალი. შესანიშნავი ამბავია. დღეს რაღაცა ფრანგული ხوار უნდა გვიბღერო შესაბამისად. კარგი, რას მეუბნები. მოკლედ, ერთი რაღაც მინდა გითხრა. რადგან შენ გინდა რომ ცნობილი მომღერალი გახდე, შენ ამას სულ 2 ნაბიჯი გაშორებს. რა უნდა ვქნათ ამისათვის? უნდა ვიმღეროთ. აბსოლუტურად მართალია. აბსოლუტურად მართალია. ახლა მოვისმინოთ მარიამ ჭარხლაშვილის სიმღერა. On met de souffrance, pourquoi ce sang mais c'est trop mon je suis revenir de ce fort danse, sol du vous c'est fait ma rue, je vous certains mes trous, je dernier danse, pour moi ma permanence, une affaire que ce tourmente, on met de souffrance. On a vu plein d'une côte, finie une digne distance. Bravo! ასეთი კარგი სიმღერა იმსახურებს საჩუქარს ხო მართალია? ამიტომ ახლა ვინ შემოგზანდება ჩვენთან ჯერ არ იცი? ფაგიო! ჩვენი შესანიშნავი ფაგიო, რომელმაც მოიტანა კრებული ბაკრები კარგი რაღაცებისა იმისთვის, რომ არასდროს გაცივდე და არანაირმა ინფექციამ არ შეგეშალოს ხელი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საჩუქარი, იმიტომ რომ კიდევ ვინ უნდა მოვიდეს, იცი? ლოკომოკოს ლომი! ეს საჩუქარიც შენ. დიდი მადლობა ლომო, დიდი მადლობა ფაგიო, დედამ იცის ფაგიო. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის მარიამ ჭარხალაშვილს აპლოდისმენტებით დავემშვიდობთ.